მოგესალმებით მეგობრებო, ქალაქ ლილედან საფრანგეთის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქი ლილედან. დავიწყე ტური ემიგრანტების გაცნობის, მათი პრობლემების, მათი სიხარულის. საერთოდ რა, რომ შევხვდე გავიცნო ვესაუბრო ის რაც ხდება საქართველოში, როგორია მათი ხედვები დაბრუნების შემთხვევაში, რა შემთხვევაში დაბრუნდებიან და ასე შემდეგ. მქონდა საშუალება ლამაზი ოჯახის საშუალებით, რომ გამეცნო ათეულობით ოჯახი, გამეცნო მარტო ხელა ჩამოსული ემიგრანტებიც და განცდა იგივე რაც ბელგიაში ემიგრანტების შეხვედრის დროს იყო, თითქმის იგივეა. თუკი იმ ქვეყანაში რამე არ შეიცვალა, არავინ დაბრუნებას არ აპირებს პრინციპში და მომიყვენ ერთ-ერთი ადამიანს, რომელსაც უნდა დაბრუნება, შვილები არ წაყვენ და გადადო ამიტომ დაბრუნების გეგმა. და აქაც შევამჩნიე ერთი რამ. ბავშვები მშობლებთან ქართულად საუბრობენ, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც კი მარტო რჩებიან, ბავშვები იწყებენ ფრანგულად ლაპარაკს. ამით მე ერთი რამის თქმა მინდა. ქართველო ერო, ჩვენი ნომერი პირველი ამოცანა არის, რომ რამენაირად ემიგრაციის ტალღა შევაჩეროთ, რომ ახალი არ წამოვიდეს. რაღაცნაირად მაგ შევქმნათ ნორმალური ქვეყანა, რომ ამგეს სურვილი გაუჩნდეს დაბრუნების, თორემ აი გეუბნებით, რასაც მე ვაკვირდები და აქედან ახლა გადასვლას ვაპირებ სხვა ქალაქებში, სტრასბურგი იქნება, პარიზი, ლიონი თუ ორლიანი, თუ სხვა ქალაქები და შემდეგ იტალია, ესპანეთი იქნება თუ იგი. ამ ტურში ამას ნამდვილად ვაპირებ და ისე მოატარე და ანახეთ ლილეს სილამაზე, ლამაზი ქალაქი. და თუკი და ამას შევძლებ, ვიცი რომ გავიცნო ყველა ემიგრანტი და მინდა ერთი რამ თქვა ახლა, ჩემი დაკვირვები, სულ სხვა პრობლემები, სულ სხვანაირი ხედვები აქვთ ჩრდილოეთ ევროპაში, საფრანგეთი იქნება, იგი ბელგია თუ ჰოლანდია თუ გერმანია, ჩამოსულ ემიგრანტებს და ოჯახებით ვინცა და სულ სხვანაირი ხედვები აქვს იტალია, საბერძნეთი, პოლონეთში, აი მარტო ჩამოსულ ემიგრანტებს, რომლებსაც ოჯახი იქეთ აქვს რა. მათ ბმა მეტი აქვენ, ვიდრე ამ ადამიანებს რა. გოგი, ერთი კითხვა რომ მორჩები, ოღონდ. კი, არა, ახლა შემეკითხე, ჩავერთო. რა გვეშველება, დაბრუნდები საქართველოში? აუცილებლად დაბრუნდები. თუ ფესვების ბოლო ხო არ გვექნება? არა. მაგას ემსახურება, ჩემი ახლა ეს მოგზაურობაც აქეთ იქით და მაგას ემსახურები საერთოდ რა ჩამოსული ვარ ემიგრანტებში. ემიგრაციაში რაც შეიძლება მუხტი აიწიოს, რაც შეიძლება განწყობა გაღვივდეს იმისი, რომ ისინი დაბრუნდნენ. აი ლილეში ერთი რამ მოხდა, თქვათ იგივე ანტვერპენი იქნება, იგი თუ ბრიუსელი იქნება, თუ გენტი იქნება, თუ სტრასბურგი იქნება, არსებობს ქართული ეკლესიების საკვირაო სკოლა. ლილეში რატომღაც ეს არ არსებობს და არის ძალიან ცუდი და ისე საპატრიარქოს მინდა მიმართო 60 მილიონი რო გაქვს დაღებული. კეთილი ინებეთ და ემიგრანტების მოეხმარეთ, რომ იქირავონ, დაიქირავონ ეკლესია და წირვალოცა გააკეთოთ და ქართული საკვირაო სკოლა გახსნათ. კეთილი ინებო, დაანებეთ ჯიპების ყიდვას თავი და მიხედეთ ემიგრანტებს, რომ აი ტრადიცია რო შეინარჩუნონ, აუცილებელია საკვირაო სკოლა, აუცილებელია მართლმადიდებლური სკოლა, რომ სამლოცველო რო გაიხსნას. ყოველ შემთხვევაში მაყოფილი ვარ ვიზიტების პირველი დღით, მაყოფილი ვარ ლილეს ემიგრანტებით, მადლობა მავთ, ვინც გავიცანი, ვინც პატივიმცა მომეფერა, გაიხარეთ ხალხო და მალე დაუბრუნებულიყავით ჩვენ ლამაზ ქვეყანაში. ოღონ არის ერთი პირობა, არავინ იქეთ არ დაბრუნება, თუკი სიტუაცია არ შეიცვალა და თუკი იქაც ცხოვრება არ გახდა შესაძლებელი. ანუ არ გაჩნდა სამუშაო ადგილი, ანუ არ გაჩნდა შვილებისთვის უფასო ხელმისაწვდომი განათლება
და ანუ თუ არ გაჩნდა შვილებისთვის თვითრეალიზების საშუალება. მანამდე იქეთ არავინ არ დაბრუნდება. ამიტომ ბრძოლა ცეცხლი ოლიგარქია. გაიხარე, ავაშენოთ გაიხარე. ნამდვილი საქართველო. გაიხარე.